აღნიშნებს მიჩენს იქიდან გამომდინარე, რომ მე მაქვს შეწყალების კომისიაში მუშაობის გამოცდილება. პრეზიდენტ მარგველაშვილის დროს 2013-დან 2015 წლამდე ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი, მაშინ როდესაც თავდაპირველად კომისიის თავმჯდომარე იყო ალეკო ელისაშვილი, ხოლო შემდეგ ზვიად ქორიძე. და მახსოვს, რამდენად შრომატევადი სამუშაო იყო გაწეული კომისიის წევრების მხრიდან. არაფერი რო არ ვთქვათ იმ უზარმაზარ შრომაზე, რომელსაც შეწყალების დეპარტამენტი ახორციელებს, ეგრეთ წოდებული სამსახური, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებობს. აი, ჩემი გამოცდილება რო გითხათ, ჩვენი როგორც კომისიის წევრების, შეიძლება თავი ვერ დავდო ზუსტ რაოდენობაზე, მაგრამ დაახლოებით 2 თვეში ერთხელ იმართებოდა ხოლმე შეწყალების კომისიის სხდომა და ჩვენ გვეგზავნებოდა უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია მსჯავრდებულების შესახებ, რომლებიც შეწყალებას ითხოვდნენ. აქ მოცემული იყო როგორც საქმის ფაბულა, რაშიც ისინი იყვნენ მსჯავრდებულები, ასევე ძალიან დეტალიზებულ ინფორმაციას გვაწვდიდა ხოლმე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტი, ეგრეთ წოდებული სამსახური, ამ მსჯავრდებულების შესახებ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სოციალური მდგომარეობის შესახებ, ყავდათ თუ არა ოჯახის წევრები, როგორ იქცეოდნენ საპატიმრო დაწესებულებაში და ამ საკმაოდ ხანგრძლივი განხილვების შედეგად, როგორც წესი, ჩვენი თლიანი სამუშაო დღე ეთმობოდა ხოლმე შეწყალების კომისიის სხდომებს, არ მახსოვს, რომ ჩვენ რაღაც 40-ზე მეტი საქმის განხილვა მოგვესწრო, იმიტომ რომ როგორც თქვი, ეს იყო ძალიან დიდი და შრომატევადი საქმე და ჩვენ მსჯელობაში საკმაოდ დიდი დრო მიდიოდა, იმიტომ რომ კომისიის წევრებს, რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრები ჰქონდა ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით, არავინ შემიძლია დაბეჭდებით თქვა სუბიექტური მოსაზრებიდან გამომდინარე არ იღებდა გადაწყვეტილებას, ხო? სწორედ აქედან გამომდინარე, ჯერ ერთი ის, რომ რამხელა შრომა ჭირდებოდა დეპარტამენტს, სანამ შეწყალების კომისიის წევრებამდე მოვიდოდა ეს საქმე. აი, პრეზიდენტის შესაბამის ბრძანებულებას რო ჩავხედოთ, იქ წერია, რომ როდესაც მსჯავრდებულის თხოვნა რეგისტრირდება, ამის შემდეგ დაახლოებით 1 თვე უნდება შეწყალების შესაბამისი დეპარტამენტი საქმის მასალების მომზადებას, შემდეგ გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან და მხოლოდ ამის შემდეგ, რახან შეწყალების კომისია უკვე აღარ არსებობს, მხოლოდ ამის შემდეგ მიდის სავარაუდოდ ინფორმაცია პრეზიდენტთან. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, არის ეს რიცხვი 613 მსჯავრდებული ჩემთვის ძალიან ბევრია. შეიძლება ერთის მხრივ დავუშვათ, რომ თქვათ ძალიან ბევრი საქმე დაგროვდა ბოლო შეწყალებიდან დღევანდელ დღემდე, მაგრამ აი ხა ზუსტად ინტერნეტში მოვძებნე ინფორმაციას, სალომე ზურაბიშვილმა ბოლოს შეიწყალა 11 ნოემბერში შეიწყალა 11 მსჯავრდებული. ანუ ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე არ არის გასული იმდენი დრო, რომ რაღაც და ძალიან დიდი რაოდენობის განცხადებები დაგროვილიყო და აუცილებელი ყოფილიყო, რომ რაღაც ესეთი დიდი და მასიური შეწყალების აქტი განახორციელებინა ყაველაშვილს. ამიტომ, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არსებობს. ჩემი კითხვის ნიშნები, მე მაგალითად მაქვს კითხვა, რამდენად შეძლო თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულმა დეპარტამენტმა ამ საქმის მასალების შესწავლა. იმიტომ რომ, როგორც თქვი, ისინი ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაციას იხილავენ. უბრალოდ რო წავიკითხოთ, ხო, განაჩენის ასლები, ცნობა მსჯავრდებულის მდგომარეობის შესახებ, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ, მსჯავრდებულის ბიოგრაფიული მონაცემების და ოჯახური მდგომარეობის შესახებ, ადრე ქონდა თუ არა გაგზავნილი თხოვნა და ამ თხოვნის განხილვის შედეგები, მის მიმართ ამნისტიის და შეწყალების აქტის გამოცხადების თაობაზე იყო თუ არა მსჯავრდებული ადრე ნასამართლები. გარდა ამისა, თვითონ დახასიათება, რომელსაც ადმინისტრაციულ აღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია გასცემს და თავისთავად შეწყალების თხოვნა უნდა არსებობდეს. ამიტომ ამ ზღვა ინფორმაციის დამუშავება ბუნებრივია, გაჭირდებოდა და ძალიან დიდი მე არ მგონია, ნამდვილად არ მგონია დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ყაველაშვილმა შეძლო პირადად გაცნობოდა 613 პატიმრის საქმეს. როგორც წესი, აი მაგალითად ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს სულაც არ არის პრეზიდენტის საქმე, რა მან პირადად არ უნდა იცოდეს. რა თქმა უნდა, მან ყოველი კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იცოდეს იმ ადამიანების საქმის გარემოებები, რომელსაც ის იწყალებს, იმიტომ რომ შეწყალება ამნისტიისგან განსხვავებით ეს არის ერთჯერადი აქტი, რომელსაც პრეზიდენტი თავისი პირადი პასუხისმგებლობით ახორციელებს. შესაბამისად, აუცილებელია, ნამდვილად აუცილებელია, რომ პრეზიდენტმა, ანუ იმ ზუსტად იცოდეს ვის იწყალებს. შესაბამისად 613 მსჯავრდებული შესახებ და შემიძლია დარწმუნებით თქვა, რომ ყაველაშვილს არ ექნებოდა ინფორმაცია.
კი ბატონო, გასაგებია და ქალბატონ თამარ, რამდენად მნიშვნელოვანია, ბუნებრივია ვინაობას არ გულისხმობ, მაგრამ აი საზოგადოება იყოს ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით კონკრეტულად რა მუხლებს შეეხო, ანუ რამდენად არის ეს რაღაც აი ეთიკური და დასაშვები ფორმა და მოვლენა. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, გამომრჩა რომ ამ თემაზე გამომახველებინა ყურადღება. Რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორც თქვი, ეს არის პრეზიდენტის როგორც წესი, ყველა მარგველაშვილი, პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელთანაც მე მქონდა მუშაობის შესაძლებლობა შეწყალების კომისიაში, ზუსტად ვიცი, რომ პირადი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ყველა მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას. იმიტომ რომ შემდეგ უკვე პრეზიდენტზე არის ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, შენს მიერ შეწყალებული პირი ჩაიდენს თუ არა შემდეგ დანაშაულს. ზუსტად ამიტომ დარწმუნებული უნდა იყო, რომ როდესაც შეწყალებას ახორციელებ, ნამდვილად ღირს ნამდვილად მნიშვნელოვანი არის ამის გაკეთება. შეწყალება ეს არის ჰუმანური აქტი, როგორც თქვით, ნამდვილად ძალიან ბევრი არის, ძალიან ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე აუცილებელი, რომ ადამიანი საპატიმრო დაწესებულებაში გაუშვან, არ არის ხოლმე ჩადენილი ისეთი მძიმე დანაშაულებები, მაგრამ ამ 6-13 პირთან დაკავშირებით ჩვენ არ ვიცით, რა ტიპის დანაშაულში მსჯავრდებული ადამიანები არიან. და მაშინ, როდესაც ქვეყანაში კრიმინოგენური ფონი დამძიმებული არის, მაშინ როდესაც საპროტესტო აქციების დარბევების დროს ჩვენ ვნახეთ არა მხოლოდ სამართალდამცავები, რომლებიც არბევენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, არამედ ეგრეთ წოდებული ტიტუშკები, ადამიანები, რომლებიც არ წარმოადგენენ საპოლიციო ძალებს, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები არ არიან, მაგრამ მოქმედებენ პოლიტიკურ პარტიასთან, ქართულ ოცნებასთან შეთანხმებით, მაშინ როდესაც ისინი მშვიდობიან მოქალაქეებს არბევენ. მთელი ამ ფონის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, არ არის ასე ვთქვათ, აზრს მოკლებული ის ეჭვები, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა, ხომ არ ემსახურება ასეთი ტიპის მასობრივი შეწყალება, მაშინ როდესაც ვიცით, რომ შეწყალება არის როგორც წესი, არ აღემატება ხოლმე რამდენიმე ათეულს, ხომ არ ემსახურება სხვა მიზანს, პოლიტიკურ მიზანს, რომელიც ქართულ ოცნებას შეიძლება ამოძრავებდეს. ბუნებრივია ის განმარტება, რაც ქართული ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენლის განმარტება, რომელიც თქვენ წაიკითხეთ, რა თქმა უნდა, არ არის დასაბუთებული და საზოგადოებაში არსებულ ამ ეჭვებს არ გააქარწყლებს, მანამდე სანამ არ გვეცოდინება, რამდენი ადამიანი დატოვებს სასჯელ ახსრულების დაწესებულებას 613-დან შეწყალების შედეგად, რამდენი დატოვებს, რამდენს გაუნახევდება, რამდენს შეუმცირდება, რა ტიპის დანაშაულებში მსჯავრდებული ადამიანები შეიწყალა პრეზიდენტმა, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ის მუხლები, რა მუხლები, სისხლის სამართლის ის მუხლები, რა მუხლების საფუძველზეც იყვნენ ეს ადამიანები მსჯავრდებულები იმისთვის, რომ ეს კითხვები, ეს ლეგიტიმური კითხვები, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ოდნავ მაინც გაქარწყდეს, იმიტომ რომ როგორც თქვი, მე არ მახსენდება, რომ რომელიმე პრეზიდენტს მსგავსი ტიპის მასობრივი, აი ფაქტურად ამნისტიის მსგავსი შეწყალება განეხორციელებინოს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თამარ იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა.